კონკურსი მინდა გამოვაცხადო. ეხება სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ თუ მართლა პოეტები გვყავს, ჩვენ თუ წერლები გვყავს, ჩვენ თუ ხალხი გვყავს, ვინც ქართული კარგად იცის. ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ. არ შეიძლება ციხი დასაჯვან და აჯარიმო ასეთ მთავრობა ერეოდეს იმაში რომ ვიღაცა პოლიციელს აგინებს და შემოვარდება ვინმე სულელი და იტყვის რომ რა პოლიციის გინება კარგია? რაღაცა თუ კანონით არისჯება ეს არნიშნავს რომ კარგია. აი მაგალითად პლაგიატი არისჯება იდეაში კანონით, მაგრამ ცუდია და ამის გამო შეიძლება უნივერსიტეტიდან გაგრიცხონ ან რა ვიცი კარიერა დაგენგრეს, მაგრამ ციხე შემის გამო არავის არ სვამენ. არის რაღაც ტიპის ქცევა, რომელიც არ შეიძლება საზოგადოებაში, მაგრამ კანონით არისჯება. ზოგჯერ უხერხულიც არის ეს რაღაცების ახსნა, მაგრამ ვიღაცებს ახსნა სჭირდება. როცა ვამბობთ რომ კანონით დაისაჯოსო რამე, ეს ნიშნავს რაღაც ძალიან განსაკუთრებული, აი მართლა საშიში ქცევა არის. პოლიციელის გინება შეიძლება ცუდი ამბავია, მაგრამ აი ეს არ უნდა იჯებოდეს კანონით. ეს კანონი არის ყოველდღე მიუღებელი. ის უნდა გავაუქმებინოთ. ჩვენი ამოცანა იყოს მიზანმიმართულად ლანძღოთ ამ კანონის ავტორები მაგალითად. ჩვენ ბინძური გინება არ გვინდა. ჩვენ გვინდა ხარისხიანი ლანძღვა. პოეტები, მწერლები, ხარისხიანი ლექსები უნდა იწერებოდეს, რომლითაც გავლანძღავთ აი ისე რომ ეტკინებათ ამ კანონის ავტორებს. შეიძლება ერთი ლექსი დაწეროს ადამიანმა და მომოთავობებს დარჩეს ეს. აი წარმოვიდგინეთ, თქვენ ხარ ბიზნესმენი. რაღაც მეფე ხართ ამ ქვეყნის, რაღაცას ყველაფერს აკონტროლებთ. და ამ მომენტში დაინახე რომ ყოველ კვირა შენზე იწერება ლექსი. ერთი მეორეზე უკეთესი ლექსი. სადაც გლანძღავენ. ისტორიაში შედიხარ როგორც ყველაზე გალანძღული ქართველი. თუ შენ უფრო მეტად გლანძღავენ ვიღაც მოღალატეს ორჯონიკიძესნაირს, ვერავინ ამ სამყაროში ვერ აიტანს, დღე და ღამე მას ლანძღავდნენ. თან პოეტურად, ლამაზად. ეს ყველაზე აი სასტიკი დასჯა სამყაროში. მე 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანაში ნიჭიერი ხალხი მოიძებნა. ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ. ხარისხიანი ლექსია საჭირო. მოდი წავახალისოთ ჩვენი კულტურა. პოეზია. თუ არ მოგწონთ არსებული წესრიგი, თუ არ მოგწონთ სიტყვის თავისუფლება, თუნდაც მეც არ მოგწონდეთ. უბრალოდ შანსი გაქვთ, რომ თქვენ ნიჭის სწორ მიზანს მიმართოთ და რაღაც კარგი გავაკეთოთ, გამოვაგზავნეთ ლექსები. მე ვეცდები, რომ სათანადოდ პროპორციულად ადეკვატური ჯილდოც შევაგროვოთ.